თალმებით მეგობრებო, დღეს უნდა ჩავწეროთ შორტი. წინა გადაღებაზე ტოპი მოგხსოვეთ. ერთი წლიდან წინახევარ ბავშვისთვის. ეხლაც ამავე ტოპის შორტი უნდა მოგხსოვოთ. მე ერთი მხარე უკვე მოგხსოვე, მეორე მხარე ერთად მოგხსოვ და შემდეგ შევაერთოთ. დავიწყოთ ჩვენი შორტის მოგხსოვა. ვიღებთ ერთ თვალს ვამაგრებთ და ვიღებთ 6 ცალს ჰაეროვან თვალს 3, 4, 5 და 6. პირველ თვალში უყრით, გამოგვაქვს თვალი და ვამაგრებთ. ეხლა ვიღებთ 3 თვალს ჰაეროვანს 2, 3 ეს ძაფისთან ჩავაყოლოთ და 2 ტრაბზანი გავაკეთოთ. პირველი ეს ითვლება თვითონ 3 თვალი ჰაეროვანი რომ ავიღეთ. ესეც 3. ერთი ჰაეროვანი თვალი. ისევ უყრით შიგნით და 3 ცალ ტრაბზანს ვგსოვთ. ნამატს ვაკეთებთ. ვიღებთ თვალს ჯერ 2 თვალში, ისევ 2 თვალში. ეს არის ტრაბზანი, ერთი ნამატიანი ტრაბზანი და მესამე ტრაბზანი გავაკეთეთ. ისევ ერთი ჰაეროვანი თვალი, ისევ უყრით რკალში და ისევ 3 ცალი ტრაბზანი გამოგვაქვს. 2, 3, სამჯერ უკვე გავაკეთეთ. და მეოთხეთი კიდევ 3 ტრაბზანი გავაკეთოთ. ჩუალედებში ერთი ჰაეროვანი თვალი. 4ჯერ გავაკეთეთ 3 ტრაბზანი. პირველივე თვალის მესამე თვალში ჩაუყაროთ, გამოვიტანოთ თვალი და გავაცუროთ. გასავთ აქ ნამატის გაკეთება დამავიწყდა. ნამატი შუალედებში ნამატი ერთი ჰაეროვანი თვალი აუცილებლად. გამოვიღოთ თვალი, გავაცუროთ და ავიდეთ მაღლა. ეხლა 4 თვალი ამოვყავთ. 2, 3, 4 ჰაეროვანი თვალი ამოვყავთ. გავაკეთოთ ნამატი და ჩაუყაროთ ნასურეთში. პირველ ნასურეთში. 1, 2 და 3 თვალი ამოგხსოვოთ. ერთი ჰაეროვანი თვალი გავაკეთოთ, ისევ ამ ნასურეთშივე 3 ტრაბზანი ამოგხსოვოთ. 2 და 3. ერთი ჰაეროვანი თვალი გავაკეთოთ. ისე ყველა ნასურეთში წვილად უნდა გავაკეთოთ 3 ტრაბზანი, ერთი ჰაეროვანი თვალი და 3 ტრაბზანი. 3ჯერ უნდა გავიმეოროთ ეს პროცედურა. მესამე თვალში ვარ, მეორე მხარეს ვაკეთებთ 2 და 3. 2ჯერ უკვე გავაკეთეთ ნამატები. ერთი ჰაეროვანი თვალი, ყველა შუალედში ერთ ჰაეროვან თვალს ვგსოვთ. უყრით მესამე ნასურეთში 1, 2, 3, ერთი ჰაეროვანი თვალი, 1, 2, 3. 3ჯერ გავაკეთეთ ნამატი. ეხლა ვიღებთ ერთ თვალს, კიდე ჰაეროვან თვალს და მეოთხე ნასურეთში ერთ ცალ ტრაბზანს გავაკეთებთ. აი ასე. ეხლა მეგობრებო, მოგხსოვოთ 2 ჰაეროვანი თვალი, 3 ჰაეროვანი თვალი უკაცრავად. მოვატრიალოთ ნაქსოვი ამავე ნასურეთში
2 ტრაბზანი გავაკეთოთ. 3 თვალი სადაც ნამატებია, ისევ ნამატებს გავაკეთებთ. 3 თვალი მოვგზავნეთ, 1 ჰაეროვანი თვალი და ისევ ნამატი უნდა გავაკეთოთ. ანუ ერთ ნასვრეთში 3 ტრაბზანი, ჰაეროვანი თვალი და ისევ 3 ტრაბზანი. 3 1 ჰაეროვანი თვალი დასასრულამდე 3 ნამატიანი უნდა გვსოვოთ შემოკარგებო. 2 3 1 ნამატი უკვე მოგგვსოვეთ. ხედავთ მეგობრებო, ერთი ნასვრეთი გვაქვს. ჰაეროვან თვალს ვაკეთებთ და ამ ნასვრეთში 3 ტრაბზანი მოვგზავნოთ. 2 3 3 თვალი მოვგზავნეთ, 3 ტრაბზანი, ისევ ნამატი გავაკეთოთ, მოვედით მეტობაში. 3 ნასვრეთში 3 ტრაბზანი მოვგზავნოთ. 1 2 3 1 ჰაეროვანი თვალი გავაკეთოთ და ისევ 3 თვალი ამოვგზავნოთ. 1 2 3 1 ჰაეროვანი თვალი, ცალკე ნასვრეთში 3 ტრაბზანი. მეგობრებო, ეტყობა კიდევაც სადა გვაქვს მეტობები უკვე. სულ ყოველთვის 3 ყველა რიგი 12 რიგი უნდა მოვგზავნოთ. თავის ადგილზე ნამატები უნდა გავაკეთოთ. 3 ტრაბზანი გავაკეთე, 1 ნამატი და 3 ტრაბზანი გავაკეთოთ. ეხლა მეტობა უნდა გავაკეთოთ. 3 ტრაბზანი, 1 ჰაეროვანი თვალი, ისევ ამ ნასვრეთში 3 ტრაბზანი. 1 2 3 აი ასე. 1 ჰაეროვანი თვალი. ეხლა მეგობრებო, ბოლოში გვაქვს, როგორც აქ კეთდება, ისევ აქ ბოლოში გვაქვს ნასვრეთი. ნასვრეთში 3 ჰაეროვანი თვალი გავაკეთოთ. 2 3 აი ასე. ეხლა მეგობრებო, 4 ჰაეროვანი თვალი გავაკეთოთ. 2 3 4 მოვტრიალდეთ. რა უნდა გავაკეთოთ? 3 ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. 1 2 3 1 ჰაეროვანი თვალი. აი მეგობრებო, აქ უცვლელია, აქ მეტობები გაიგზდება, ნასვრეთები. წინა იმაზე ხო 1 ტრაბზანი გავაკეთეთ ნასვრეთში. ეხლა 2 ნასვრეთში გავაკეთებთ 3 ტრაბზანი. მაგრამ აქ ეს 3 თვალი არ იცვლება. ამ ნასვრეთში 3 ტრაბზანი, 1 ჰაეროვანი თვალი, 3 ტრაბზანი მოიგზავნება ყოველთვის. დანარჩენ ნასვრეთებში მხოლოდ და მხოლოდ 3 ტრაბზანი. ჰაეროვანი თვალი გავაკეთეთ, მეტობას ვაკეთებთ ეხლა. 1 2 3 არ დაგვავიწეს ყველა 3 ტრაბზანის მერე, მეტობებში თუ ცალკე 1 ჰაეროვანი თვალი უნდა მოგგვსოვოთ. 1 2 3 1 ჰაეროვანი თვალი, 3 ტრაბზანი. 1 2 3 1 ჰაეროვანი თვალი, ისევ 3 ტრაბზანი უწევს. 1 2
3 მეტობაზე ვართ ახლა ერთი ჰაეროვანი თვალი ერთ ნასურეთში 3 ტრაბზანი 1 2 3 ერთი ჰაეროვანი თვალი 3 ტრაბზანი 1 2 3 ტრაბზანი ერთი ჰაეროვანი თვალი 3 ტრაბზანი ისევ 1 2 3 ერთი ჰაეროვანი თვალი 3 ტრაბზანი 1 2 3 ერთი ჰაეროვანი თვალი 1 2 3 მეტობებში ვართ ერთი ჰაეროვანი თვალი ისევ ამ ნასურეთში 3 თვალი 1 2 3 ერთი ჰაეროვანი თვალი და 3 თვალი მეგობრებო როგორც თავში დავიწყეთ 4 ნამატით 4 ჰაეროვანი თვლით აქაც ნასურეთი უნდა დავტოვოთ ამიტომ ერთ ჰაეროვან თვალს ვაკეთებ 1 ტრაბზანი ბოლო თვალში უნდა ჩაუყაროთ აი ასე მოგსოვოთ 3 თვალი და მოვტრიალდეთ აი ესე მეგობრებო თუ აქ ბოლოში 3 თვალი დაგვრჩა ტრაბზანი 4 ჰაეროვან თვალით ვიწყებთ და ვამთავრებთ თუ 3 ტრაბზანით ჩავამთავრეთ მოვტრიალდებით ერთ თვალს ვაკეთებთ 3 ჰაეროვანი თვალი და 2-მით ვიწყებთ აი ესეთი სტრუქტურა უნდა გავაკეთოთ მეგობრებო ეს მეტობები აი ეს 3 მეტობა უცვლელი რჩება ეს 3 ტრაბზანი ყოველ რიგში იმატებს ბოლოს რამდენი ნასურეთი დაგვრჩა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ნასურეთი უნდა გქონდეს ბოლოს მეგობრებო 11 სულ მეტობა უნდა გქონდეს 12 მეტობა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 მოგსოვოთ 12 მეტობამდე არ მოვწყვიტოთ ძაფი და შემდეგ გავაგრძელოთ შევართოთ ჩვენი შორტი ძალიან ადვილია მეგობრებო რასაც ვერ გაიგებთ მომწერეთ უფრო დაწვრილებით აგიხსნით თუ მოგწონთ ასევე ჩემი ვიდეოები გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი Nino Handmade ასევე Facebook Nino Handmade და Instagram Niniko1003 გავაგრძელოთ მოგსოვოთ ჩვენი შორტი და 12 რიგს რომ მოგსოვთ შევხვდეთ შემდეგ მოგსოვეთ 12 რიგი ორი ერთნაირი ეხლა ზურგით დავალაგოთ ერთად აი ასე ეს გვერდები უნდა შევაერთოთ ეხლა დავიწყოთ სამი თვალი მოგსოვოთ 1 2 3 და ამ ნასურეთში შევყავთ და გაცურვა გაცრავად შევყავთ და გაცურვა გავაკეთოთ აი ასე
შემოვატრიალოთ ეხლა. გაცელოთ მეგობრებო. ასე იგი თავიდან გავაკეთოთ 2-3 თვალი ჰაეროვანი თვალი ამოვიღოთ და დავიწყოთ შეერთება. ესე გამოვიღოთ თვალი, შემდეგ თვალიდან და გამოვაცუროთ. აი ასე. ეხლა პირველი თვალიდან ერთი თვალი უკვე ჰაეროვანი გავაკეთეთ. ეხლა მეორე თვალიდან ძაფი ქვდაბლა რჩება, ვაკეთებთ ნამაც და ვუყრით ნასურეთში მეგობრებო. ვიღებთ 2 თვალს, შემდეგ კიდევ 3 თვალს ერთად. ორი ნასურეთი გვაქვს მეგობრებო ერთმანეთთან. შემდეგ ეს ძაფი ქვეშ რჩება, ეს ჩავამაგროთ. უყრით მეორე თვალში, ჰაეროვანი თვალის მეორე თვალში. აი ასე. მაღლითა ფლოში მეგობრებო, ვაკეთებთ ნამაც. მაღლითავენ ნასურეთში უყრით, ჯერ 2 თვალში გამოგვაქვს, მერე 3 თვალში. ერთ ჰაეროვან თვალს ვაკეთებთ, უყრით ისევ მესამე თვალში, გავაკეთებთ ნამაც, ისევ ამ ნასურეთში უყრით, 2 თვალი გამოგვაქვს და 3 ერთად. პროცედურის შემდეგ ყოველთვის 1 თვალი ამოვიღოთ. გავაგრძელოთ 3 თვალი გვაქვს. ტრაბზანი. პირველი თვალის მაღლითა თვალში მეგობრებო, ვიღებთ ნამატი და შემდეგ ნასურეთში უყრით. გამოგვაქვს ჯერ 2 თვალი, შემდეგ 3 თვალი. ვიღებთ ერთ ჰაეროვან თვალს. მეორე თვალში უყრით. ძაფი ყოველთვის დაბლა მეგობრებო, ვაკეთებთ ნამაც. უყრით მეორე თვალში, გამოგვაქვს 2 თვალი, 3-ვე ერთად. აუცილებლად 1 ჰაეროვანი თვალი. მესამე თვალში უყრით, გამოგვაქვს ნამატი, უყრით ისევ ნასურეთში, ვაკეთებთ 3-ვე ერთ და ჰაეროვანი თვალი. ვაგრძელებთ მეგობრებო, ისევ 3 ტრაპზონთან ვართ. ისევ 3 ტრაპზონთან ვართ. ვაკეთებთ 1 თვალს, ვიღებთ ნამაც, შემდეგ ნასურეთში უყრით. გამოგვაქვს 2 თვალი, 3 თვალი ერთად. 1 ჰაეროვანი თვალი. უყრით შემდეგ თვალში. ვაკეთებთ ნამაც, ისევე ამ ნასურეთში უყრით. გამოგვაქვს 2 თვალი, 3 თვალი ერთად. ჰაეროვანი თვალი ამოვიღოთ. მესამე თვალიც ამოვიღოთ. უყრით თვალში. 2 თვალი ამოვიღეთ, 3 თვალი. ჩავიდეთ ბოლომდე ასე და შემდეგ გავაგრძელებთ. მოვედით მეგობრებო კუთხეში, აი ესე ბოლო კუთხე თვალები დაგვრჩა. ისე პირველი 3 ძინჯირიდან პირველ თვალს ამოვიყვა, ძაფი დაბლა, ნამატი და ამ ნამატებში 3-3 რვა შუაში შეუყრი. გამოვიტან ჯერ 2 თვალს, შემდეგ ისევ 3 თვალს. 1 თვალი დავამატოთ, ჰაეროვანი, მეორე თვალში უყრით. ვაკეთებთ ნამაც, ისევ ამ ნასურეთში უყრით 2,
3 ერთად. ისევ ერთი ჰაეროვანი თვალი და მესამე თვალი ამოუყაროთ, ისევ ნამატი, 2 თვალი და 3 თვალი. მეგობრებო, შეხედეთ, ესე გამოვიდა, მაგრამ მე შიგნითა მხარე უფრო ლამაზი არის, შიგნითა მხარეს გამოვიყენებ. წინა მხარე, ანუ ეს იქნება. არანაირი ცვლილება არ აქვს, ბრუნვეთით ქსოვა გქონდა და მიტომ. გავაგრძელოთ მეგობრებო, ერთი ჰაეროვანი თვალი გავაკეთოთ, ნამატი გავაკეთოთ და გავაგრძელოთ მოქსოვა. ერთ ნასვეთში 3 თვალი. ყველა ნასვეთში 3 თვალი, ერთი ჰაეროვანი თვალი შუაში არ დაგვავიწყდეს. 1 2 3. გვერდამდე მეგობრებო, აი აქ ამ გვერდამდე ესე ყველა ნასვრეთში ერთი ჰაეროვანი თვალი და 3 ტრაპზანი მოგსოვოთ. 1 2 3. მოგსოვოთ ყველა თვალში 3 ჰაეროვანი თვალი. ბოლოში ამ პატარასთან რომ მოვართ კუთხეში, შემდეგ ერთად გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, კუთხეში მოვედით. კუთხეში არის ნამატი. ეხლა უნდა შევაერთოთ, ავიხლართეთ, დავიხლართეთ. უნდა შევაერთოთ ისე გვერდები. კუთხეში მეგობრებო მოვედი, ერთი თვალი ჩავამატე. აი ასე, ერთი ტრაპზი. ეხლა 3 თვალი მოვხსოვოთ, როგორც იქით ხარეს გავაკეთეთ. შევუყაროთ აქ, გამოვაცუროთ თვალი. ეხლა მეგობრებო, პირველ თვალში უყრით, ვაკეთებთ ნამატს და ამ ნასვრეთში ვაკეთებთ მესამე თვალს. აი ასე. შემდეგ 3 ტრაპზანზე გადავდივართ. ყოველი გამოქსოვის შემდეგ ერთი ჰაეროვანი თვალი. შემდეგ გადავდივართ მეორე ტრაპზანზე. გამოგვაქვს მაღლიდან თვალი, ნამატი და შემდეგ ნასვრეთში უყრით და 3 ერთად. ერთი თვალი გამოვხსოვოთ, მეორე თვალში უყრით, ნამატი, გამოგვაქვს ნასვრეთში 2 თვალი, 3 თვალი. ისევ ერთი ჰაეროვანი თვალი. ორი უკვე გამოგვივიდა, მესამეს ვაკეთებთ, ნამატი, გამოგვაქვს თვალი, ჯერ 2 თვალში, მერე ისევ 3 თვალში. ვაკეთებთ ჰაეროვან თვალს. შემდეგ 3 ტრაპზანზე გადავდივართ. ერთი თვალი ამოვიღოთ მაღლიდან თვალი, ნამატი, შემდეგ ნასვრეთში უყრით. 2 და 3 ერთად. მაღლიდან თვალში შევუყაროთ, ნამატი, ისევ ამ ნასვრეთში მეორე თვალი ამოვიღეთ, ჰაეროვანი თვალი. მესამე ტრაპზანი, ნამატი, ისევ ამ ნასვრეთში ჯერ 2 თვალი, შემდეგ 3 ერთად, ისევ ჰაეროვანი თვალი. გადავდივართ შემდეგ ტრაპზანზე, უყრით, ვაკეთებთ ნამატს და შემდეგ ნასვრეთში უყრით.
ჩავიდეთ ბოლომდე 100 მეგობრებო. ეხლა წელზე ამოვედით მეგობრებო, ეს წელის მხარეა და დავიწყოთ. გავაკეთოთ ორი თვალი ჰაეროვანი. ამ თვალში ერთი ტრაბზანი მოვგზავნოთ. აი ასე. ყველა ნასურეთში მეგობრებო, ორი ტრაბზანი მოვგზავნოთ. აი ასე. ხოლო თვლებში თითო ტრაბზანი. ნასურეთში ორი ტრაბზანი. თვლებში ერთი. ნასურეთში ორი ტრაბზანი. თვლებში ერთი. ბოლომდე ასე მოვიდეთ მეგობრებო. გავაგრძელოთ მეგობრებო, ამოვიყვანეთ ტრაბზონები თვალში. ეხლა შევუყაროთ აქ, გამოვიღოთ თვალი და გაცურვა გავაკეთოთ. გავაკეთოთ 3 თვალი, აი ესე მაღლა. ეხლა უნდა გავაკეთოთ რეზინა მეგობრებო. ვაკეთებთ ნამაც და აი ამ თვალში, აი ეგრევე ესევე უყრით, გამოგვაქვს თვალი, ჯერ ორ თვალში, შემდეგ ისე ორ თვალში. ეს წინა თვალად ითვლება. ისევ ნამატი, მაგრამ უკანა მხრიდან შეხედეთ, უკანა მხრიდან გამოგვაქვს თვალი, ორი თვალი, ორი თვალი. ნამაც ვაკეთებთ ეხლა წინა მხრიდან. ორი თვალი, ორი თვალი. ნამატი ეხლა უკანა მხრიდან. გამოგვაქვს თვალი, ორი. ერთი წინა მხრიდან ნამატი აუცილებლად. ერთი, აი ეს ძალიან ადვილია, ერთი უკანა მხრიდან. აი ასე. ნამატი წინა მხრიდან უკანა მხრიდან. ნამატი წინა მხრიდან ნამატი უკანა მხრიდან. ჩავიდეთ ბოლომდე ესე მეგობრებო და ბოლოში შევხვდეთ. მეგობრებო, ჩამოვედით ბოლოში. ბოლო კუღმა თვალი გავაკეთეთ და უყრით აი აქ. გამოგვაქვს თვალი, გაცურებას ვაკეთებთ და 3 თვალი ამოვგზავნოთ. აი ასე. ჩვენ ახლა ორი რიგი მოვგზავნოთ უკვე რეზინისა. კიდე მეგობრებო, აი იგივე პროცედურა სამჯერ უნდა გავიმეოროთ. სულ 5 რიგი უნდა პირველი რიგი ვარ აგერიოთ. აგიხსნით ტრაბზანები რომ მოვგზავნეთ. მეორე უკვე დავიწყებ მეორე რიგით უკვე რეზინის გაკეთება. ეხლა გადავდივართ მესამე რიგზე. ყოველ ბოლოს ესე გავაკეთებთ 3 თვალს ამოვიღებთ, ნამატი. ეტყობა კიდევაც ეს წინათვლებია, წინ გამოწეულები. ისევ იგივე პროცედურას ვიმეორებთ. ნამატი, უკანა. იგივე ვაკეთებთ, რაც მანამდე გავაკეთეთ. 5 რიგი, მესამე რიგზე ვართ ეხლა მეგობრებო. სულ 5 რიგი უნდა მოვგზავნოთ. მოვგზავნოთ 5 რიგი და ჩავამთავროთ ჩვენი, შემდეგ ტოტები მოვგზავნოთ, უბე და შევხვდეთ შემდეგ რეზინის დამთავრების შემდეგ. მეგობრებო, რეზინა, ეს თილამაზი რეზინა გამოგვივიდა. მე უკვე ამოვატრიალე ნაქსოვი, შეხედეთ ეს წინა მხარეს, არანაირი ცვლილება არ ექნება, ერთი და იგივე, ამიტომ ბრუნვით ქსოვა ვაკეთებთ ჩვენ. ეხლა ვიღებთ ძაბს, ტოტები უნდა გავაკეთოთ.
ვაკეთებთ თვალს. აი ამ შუაში კი არა, აი აქ გვერდზე შევუყართ. აი ასე. და 3 თვალი ამოვიღოთ. თან ეს საკეთ ჩავატაროთ. მეორეთიც გავაკეთოთ. აი ასე. ამ სამთვლებში მეგობრებო, შუაში მხოლოდ ერთხელ ჩაატარეთ. ტრაბზანი გააკეთეთ. აი ასე. ნასვრეტებში 2, როგორც მაღლა წელზე გავაკეთეთ, ისე დაბლა გავაკეთოთ. ნასვრეტებში 2. ასე გავაგრძელოთ მეორე შუამდე, აი მეორე, აი აქამდე მოვსვოთ. სამთვალ ტრაბზანში 1 თვალს ვაკეთებთ, ნასვრეტებში 2 ცალ ტრაბზანს. 1 ტრაბზანი, ნასვრეთში 2. 1 ტრაბზანი, ნასვრეთში 2. და ასე ჩავიდეთ შუამდე. მეგობრებო, მოვიდეთ ბოლოში, 1 ნასვრეთი დაგვრჩა აქამდე. ვაკეთებთ ნამაც უყრით თვალში, ვაკეთებთ ნამაც და ორივე მხარეს ვაერთებთ და უყრით თვალში. 3 თვალი გამოგვაქვს. ეს 3 თვალი. 2 თვალში გამოგვაქვს. ტრიალდებით უყრით ჩვენ დაწყებას და 3 ერთად გვსვოთ. 1, 2, 3 თვალი ამოვიღოთ. 3 თვალი ამოვგსოვეთ, ვაკეთებთ ნამაც და როგორც რეზინაზე, როგორც მაღლა წელზე რეზინა გავაკეთეთ, ასე უნდა გავაკეთოთ. 1 თვალი წინ, ნამატი, 1 თვალი უკან. მხრიდან გამოვიღოთ. 1 თვალი წაღმა, წინა მხრიდან, ნამატი 1 მხარე უკნიდან. 1 მხარე წინიდან, 1 მხარე უკნიდან. ასე ვაკეთებთ, როგორც წელზე გავაკეთეთ. აქაც ასევე 5 რიგი მოვგსოვოთ, მეგობრებო. მეორე ტოტზე რო გადავალთ, უბესაც ამოვკერავთ, ამოვგსოვთ უფრო სწორად და შევაერთებთ მეორე ფეხს. მეორე ფეხზე გავაგრძელოთ, მეგობრებო. 5 რიგი უნდა მოვგსოვოთ. 1 უკვე მოვგსოვეთ, მეორეს ვაკეთებთ ახლა რეზინას. კიდევ ამის შემდეგ 3 რიგი უნდა მოვგსოვოთ. მეგობრებო, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი შორტის მოგსოვა. 1 ტოტი მოვგსოვეთ, ახლა მეორე ტოტზე გადავდივართ. გავაკეთოთ თვალი და შეხედეთ, ამოვატრიალოთ ეს ჩვენი ნაკსოვი უბეში. ტოტი დამთავრდა, სადაც რეზინა მოვგსოვეთ, გავუყაროთ პირველ თვალში, აქედაც პირველ თვალში. შიგნითა მხრიდან გამოვიღოთ თვალი, მეორე თვალი, მეორე თვალი, 2 ერთად, 2 ერთად. ეხლა ვართ რკალში, წრეში. ორივე ერთად გამოგსოვოთ. პირველი თვალში შევუყაროთ, აქაც პირველ თვალში შევუყაროთ.
მეორე თვალში შევუყაროთ, აქედაც მეორე თვალში. მესამე თვალში შევუყაროთ, უბეს ვაკეთებთ მეგობრებო ეხლა და მოვედით რკალში. გავაკეთეთ თვალი, გამოგხსოვეთ, ვაკეთებთ 3 თვალს, აი ასე და ვასწორებთ ჩვენ ნამუშევარს. ეხლა გავაკეთეთ უბე მეგობრებო. ეხლა ამ კალში ვართ. კალში კიდევ 2 თვალი გავაკეთოთ. ეს არის თვლება. პირველი ყველა ნაქსოვზე შუაში 1 თვალი მოგხსოვოთ, ხოლო რკალებში 2 თვალი. ტრაპზანი. 1 თვალი მოგხსოვოთ, რკალებში 2 თვალი. 1 თვალი მოგხსოვოთ, რკალში 2 თვალი. ასე ჩავდეთ ბოლოში და ტოტის მეორე მხარეს რკალში შევხვდეთ მეგობრებო. მოვედით მეგობრებო რიგის ბოლოში. შევაერთოთ ჩვენი ნამუშევარი პირველ თვალის. ამოვიღოთ თვალი და გაცურება გავაკეთოთ. ამოვიღოთ 3 თვალი, გავაკეთოთ ნამატი და დავიწყოთ რეზინის აწყობა. წინა მხარე, უკანა მხარე, როგორც იქით ვაკეთებდით მეორე ტოტზე და წელზე. წინა მხარე, უკან მხარე. ნამატი, წინა მხარე, უკუღმა, მოდი ესე ვთქვათ. რეზერვს გვსუტყო. წაღმა, უკუღმა. აი ესე ბოლომდე ჩავიდეთ. მეგობრებო, აი ესეთი ლამაზი შორტიკი გამოგვივიდა. ეხლა უნდა გავუკეთოთ თასმა. თასმა შეგიძლიათ როგორც ტოპზე უკან გავუკეთეთ შესაკრავად. ავიღოთ 200 თვლამდე და უკან გაცურვით წამოვიდეთ. წინა ტოპის ვიდეოში უკვე გაკეთებული. მაგრამ ეხლა კარგად 1 მეტრ-ნახევარი ძაფი შუაში მოვიდეთ, გავაცალკევოთ ესე ძაფები და გავაკეთოთ თვალი. აი ასე. აი ესე თვალი. ეხლა ეს არის გორგლის ძაფი. ეს ზედმეტად დატოვილი ძაფი. ვახვევთ ჩვენ ყაის ნახზე და გამოგვაქვს ორივეში გაცრავად. თუთა თალხნად ვახვევთ ორივე ძაფს და გამოგვაქვს 1 თვალი. ვახვევთ, აი წინ ვახვევთ, გამოგვაქვს თვალი. წინ ვახვევთ, გამოგვაქვს თვალი. წინ ვახვევთ, გამოგვაქვს თვალი. წინ ვახვევთ ხელით, გამოგვაქვს თვალი. შეხედეთ, იგივე გამოდის. წინ ვახვევთ ძაფს, გამოგვაქვს თვალი. ძაფს ვახვევთ ზედმეტად დარჩენილს. ეს გორგლის ძაფია. ეს 1 მეტრ-ნახევარი უნდა დატოვოთ. აი ასე. ჩავიდეთ ბოლომდე.
დაახლოებით ერთი 100-იც მოგხსოვთ, მოც არ გაწყვეტილ და შევხედოთ შემდეგ. მეგობრებო, 200 ცალი თვალი მოგხსოვე. ეხლა ვიღებთ ჩვენ თასმას და ვიწყებთ აი აქედან გაყარას. და ესე ჯობია. გამოვიტანოთ. წაღმა მხრებიდან შევუყაროთ. აი ეს. პირველი რიგის წაღმა თვლებიდან, მეგობრებო. ყაის ნახის დახმარებით პირველი რიგის წაღმა თვლებში შევუყაროთ. ყველა წაღმი თვალში გავუყაროთ. ყველა პირველი რიგის წაღმა თვალში გავუყაროთ.
გავდით, როგორც იქნა ბოლო თვალზე. გავასწოროთ ჩვენი თასმა, ერთნაირი ზომის რო იყოს. აი ასე. აი ესეთი ლამაზი შორტი გამოგვივიდა მეგობრებო. საზაფხულო შორწყლის და წინახევრის ბავშვს შეუძლია ჩაიცვას. აი ასე. აი ასე. ძალიან ლამაზი გამოგვივიდა. შემდეგ ვიდეოში უნდა მოგხსოვოთ ტოპი. ძალიან დიდი მადლობა, ჩემთან ერთად გსოვდით. შემდეგ შეხვედრამდე.